გასცემს ის უკვე წერილობით, ამავე Facebook-ის გვერდის მეშვეობით. დიდი მადლობა ნინო, ეს იყო ნინო გომართელი, რომელიც ჩვენს პირდაპირ ეთერში საუბრობდა. თბილისის მერმა ორხევის დასახლებაში მდებარე ყვავილების ახალი სათბური დაათვალიერა და ობიექტზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. სათბური 10,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდა. სპეციალური ტემპერატურისა და ტენიანობის სათბურში ტროპიკულ მცენარეებს, ერთწლიან და მრავალწლიან ყვავილებს მოიყვანენ. ობიექტზე ახლა 10 ადამიანია დასაქმებული, მათ ჰოლანდიაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კომპანია უახლოეს მომავალში თბილისში ყვავილების საფირმო მაღაზიების გახსნასაც აპირებს, სადაც მოხმარებას მცენარეების მრავალფეროვან არჩევანს და მაღალ მომსახურებას შესთავაზებენ. ბევრად უფრო იაფი იქნება და ხელმისაწვდომი ისევე როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ასევე ბუნებრივია ჩვენთვისაც, ვინაიდან ქალაქის გამწვანება და გალამაზება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და კარგია, რომ კერძო ინიციატივები ფეხთაფეხ, ესე ვთქვათ, მოყვებიან ამ ტენდენციას. იჯარას მივეცით ჩვენ თავის დროზე მიწა, ხელი შეუწყოთ, კარგი მაგალითია ესე ვთქვათ, პარტნიორობის სახელმწიფო და კერძო სფეროს შორის. ნამდვილად კარგი ხელფასი გვაქვს, მუშაობის პირობებით ძალიან კარგია და რაც თავარია ძალიან ბევრ ახალ რამეს ვსწავლობთ, რომელიც პროფესიული განვითარების თვალსაზრისითაც გვეხმარება. მოყვანილი იქნება ტროპიკული მცენარეები, ერთწლიანი მრავალწლიანი მცენარეები, ამ წუთას ისინი იყიდება არსებულ ყვავილების მაღაზიებში და სუპერმარკეტებში. უახლოეს მომავალში გვიგმოთ საკუთარი ყვავილების მაღაზიების ქსელის აშენებას.